დღემშვიდობისა საქართველებო, დღეს არის 17 აგვისტო და ეხლა არის 4 საკვირად 15 წუთი. გუშინდელივით არ შემესალოს მეთქი, გუშინ ცოტა ვერ იყავი. ცოტა შაქარი მქონდა დაუწყობელი და დღეს ცოტა დარეგულირებულია. მოკლედ მეგობრებო, დღეს მე ცოტა დროს წაგართმევთ ალბათ, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, ალაგ-ალაგ მაინც კი არა, ნელა მაინც უყუროთ, მე დაასტოპეთ და საგეცლებათ მაშინ. ცოტა ის მომიწევს, ასე ვთქვათ, ისტორიის მოყოლა, უბრალოდ ბიოგრაფიის. ბევრი ვინც მე მაკვირდება, ჩემს გვერდს აკვირდება და ჩემს მოღვაწეობას და ბიოგრაფიას და ასე შემდეგ. ბოლო, ესე იგი, 9 წლის განმავლობაში. ვინაიდან იქიდან დავიწყე მე, ასე ვთქვათ, პირველად საჯარო სივრცეში გამოჩენას. მაგრამ ჩემი ბიოგრაფია ძალიან რთულია და ძალიან დახუნზული ისტორიული პერიპეტიებით და საერთოდ ქვეყნის ხალხის მოღვაწეობა ეს არის ყველაზე ურთულესი რამ, მithumetes დღევანდელ დროებაში. მithumetes მაშინ, როდესაც ქვეყანა თავდაყირა გემხობა და სიმართლის ურემის რა თქმა უნდა თავდაყირა ამხობენ და აი ამ დამხობილ ქვეყანაში როცა უყურებ ყველაფერს და თვალსა და ხელს შორის, რომ დენება ყოველივე ის ადამიანური ღვთიური რაც კი არსებობდა მანამდე. და ყველაფერს ხედავ თვალწინ, თუ როგორ ხდება სიყვარული, როგორ ხდება რწმენა, როგორ ხდება ადამიანობა, კულტურა, ზნეობა, ყველაფერი აბსოლუტურად და ეს ხდებოდა ისე რომ ესენი უმრავლესობა ამას ვერ ამშენდა. იმიტომ რომ გველი, იმიტომ არის გველი, რომ ის ცბიერად მოიზლაზდება. ის მატყუ არა. სწორედ იმიტომ არის ბიბლიაში გველი მოხსენიებული, რომ ის ნელა მოიზლაზნება და გატყუებს. ვნებებით გატყუებს. აი ეს არის დიდი მზაკრობა. აი ეს არის დიდი ცბიერება. და არც მიყვის და ვერც ვეტყვი მხარს ვერაფერს, იმიტომ რომ თუ რა ტენდენციურად და როგორ და შემოიზლაზნა ეს გველი, ეს სატანა ჩვენში, ამას ვატყობთ და ვატყობთ როგორ იცვლებოდა ადამიანები. პრაქტიკულად რამოდენიმე დღეში და მაქსიმუმ ერთ თვეში შეიცვალა ყველა და ყველაფერი, აბსოლუტურად. იყო პერიოდი, როდესაც ადამიანს გაუვლიდი გვერდში, ან ჩამივლიდა და მე ვგრძნობდით, რომ იმ ადამიანის სხეულში რომელიც ცხოველი ბუდობდა. კარგით, მე ახლა ეს ჩემი ბიოგრაფია რომ მოყვება, ჩემი ბიოგრაფია არ მეხება მარტო მე. ეს არის ზოგადი, ასე ვთქვათ. მაგრამ შაქრის ამბავი სწორედ იმიტომ მოყვებით წინა იმაში, რომ ვერც კი დაითვლის ადამიანს რამდენი კილოგრამი, ასე ვთქვათ, თუ კილოგრამით შეიძლება მოიზარდოს, რამდენი ნერვიულობა გადამხდა მე დღესამომდე განსაკუთრებით 92-დან 98-მდე ეს იყო ერთი ეტაპი და შემდეგ იყო 2005-მდე თუ 6-მდე. აი ეს იყო ძირითადად. თუ არ ვიცი, როდის მე მოხერხდა და ბიოგრაფია თუ დავწერე, არ ვიცი, ხა მე მოკლედ გეტყვით ხა. მე ვიცი ჩემი თავის ფასი და მილიონჯერ მაქვს გადაფასებული, აწონილი და გადაწონილი და ყველაფერი და იმიტომ არ არსებობს დღეს საქართველოში პიროვნება, რომელსაც 1992 წლის 22 დეკემბრის შემდეგ რომ ფარხმალი დაეყავს, ან მიეძინოს, თუნდაც ცოტა ხნით. ან ცოტა ხნით მაინც ოჯახის საქმეზე გადასულიყო, ოჯახისთვის ეზრუნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასეთი პიროვნება გახდა დავით ორდია, რომელსაც ერთი დღითაც ფარხმალი არ დაუდია. მთელი ჩემი ცხოვრება, ესე იგი, გამოდის 34 წელიწადი ხავარ 57-ისას.
გამოაკელით ახლა და გამოდის ეს ნახევარზე უფრო მეტი. 34 წელიწადი როგორ გითხრათ, იყო პერიოდი, როდესაც წელიწადი და 7 თვე საერთოდ ღამე არ მძინებია. ხო იტყვის ახლა ადამიანი ესე ვინ არის არანორმალური, ეს არ შეიძლება ასე მოხდეს და ყველაფერი. ხდებოდა ჩემო კარგო, ხდებოდა ყველაფერი. ფიზიკურად არ მეძინა წელიწადი და 7 თვე. იყო პერიოდი, როდესაც ვისაც ესმის ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ გაიგებს. არის ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანს შეუძლია ტვინის გათიშვა. გამიგეთ? იყო ეს მომენტები და გამითიშია. კი არ გავითიშე, გამითიშია ტვინი. და რაღაცას მივანდებ. გამიგეთ? ეს ექსპერიმენტების გამიკეთებია და ბევრი რაღაცები კიდე ბევრი გადამხდენია, ძალიან ბევრი. ერთადერთი პიროვნება დავითორდია, რომელსაც 1992 წლიდან მიუხედავად იმისა, თუ რა ბრძოლები და ომები და მასისხად გადაკვიდეს ერთმანეთს, 23 წლის ვიყავი, მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ და ვისთან და ვისთან ვარ მისული იმ დროს. 93 წელს თქვენ წარმოიდგინეთ, გადამტერებულია პოზიცია ოპოზიცია ერთმანეთს, მასისხად ვერ იტანებენ. და მინასვლილი ვარ, ესე იგი, ბოჭორიშვილი ხო გარდაცვლილია. ელიზბარ ჯაველიძე, მუხრან მაჭავარიანი, ეს აქეთ ამხარე თითქოს ზვიადის მხარე თითქოს კი ანუ ასე იყო. სიმართლის მხარე ესე იგი, იქით ამხარეს, ესე იგი, ნოდარ ნათაძე, რომელიც უკვე ისიც გარდაიცვალა და ბოლოს ესე იგი აღიარა ეხლა სიკვდილის პირას. იმიტომ რომ სიკვდილთან რომ მერეშინია სიკვდილის და განჯის და იმიტომ აღიარებენ. მაგრამ მე რო ვიყავი მაშინ არაფერს არ ვიღიარებია. ლევან სანიკიძესთან, გურამ საღარაძესთან, ცხონებულ ზურაბ ქაფიანიძესთან, კოტე მახარაძესთან, ჩემო კარგო. აი ესენ ყველა ოჯახ მაგ დავლით. თქვენ წარმოიდგინეთ, მას სად იყო მობილურობა გაცვლა ისე. ან ტელევიზიურ ნომერზე გაიგებდი და ნუ რაღაცით ვიღაცი წვალები და მე ასე ვცდილობდი და დაურეკავდი და მივდიოდი ოჯახში და მქონდა ამათ საუბარი. ახლა ცალ-ცალკე რა საუბარი მქონდა ეს, მე თუ დაიწერა ჩემი ბიოგრაფია, როდესმე იგი დავწერ კაცო. არა და ალაგ-ალაგ მანამდე მაგ ნათქვა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ 23 წლის ადამიანს მინდოდა გაერთიანება ამათი. გაერთიანება როგორ? ნუ ვერ გაერთიანდებოდნენ, კი ვიცოდი, მაგრამ მინდოდა ის მახვილი მაინც ამეცილებინა, ის მათრახი ამეცილებინა სამეგრელოსთვის, რაც მაშინ იყო მოშველილი. აი ამ გაგანია სიარულში ვიყავი, აქეთ და მე ჩამოვიდა ზვიად გამსახურდია და მე ნუ ყველაფერი აერია, მე საერთოდ ომი დაიწყო და ეგეთი ამბები. მაგრამ მე იმ ისეთ ახალგაზრდას მქონდა მცდელობანის. უდიდესი ენერგია მქონდა. ენერგია ერთია, მაგრამ მაგას ტვინიც ხონდა და ენაც ხონდა, რომ ესეთ პიროვნებიდან მიხვიდე და რომ დაელაპარაკო. ლევან სანიკიძე მეგანა არ ვიცი რა იყო რაც იყო და ვინც იყო მაშინ კიდე, მაგრამ გურამ საღარაძე ყოფილა მისი წინამეზობელი და დაუძახა მაგას და შემოიყვანა და გაიცანიო სამეგრელოს დავით დადიანიო, ცოდნე დადიანიო, ასე წარუდგინა ჩემი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი ცხოვრება დღეს ამომდე პირობი და ვთქვათ ასე, სადღაც 2 თვეა, არ არსებობდა პირადი ცხოვრება და ცალკე საზოგადო საქმე. ანუ რასაც პირადისთვის ვაკეთებდი, ყველაფერი მიდიოდა ფინანსურად ასე ვთქვათ, ზოგადი საზოგადო საქმისათვის. ამისათვის მე მეგობრები, ძმაკაცები რამდენჯერ ამით ჯანმრთელი ხარ კეთილი გაგებით. ვერ ახარ კარგად დაანებე თავი, ხო ხედავ ეს ხალხი არაფრის ღირსი არ არის. ნუ ხო ხედავ პრინციპში და ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა ხალხი. ეს არ იყო ეს ასეულობით. ეს მაგას მაგაცებიდან კი არა, მე შედეგებიდან კიდევ ხედავ. ესმით? და როგორ გინდა რომ ამას ყველაფერს შეერკინო და მე ისე რამდენჯერ ფარხმალი რომ დააყარო და მე ისე ვაიღო და ისე თავიდან და ბევრი კიდე მეუბნებოდა აი დავითო მე შენში ის მომწონს რომ თავს რო არ ნებდები და თავს რო არ დებ და
ასე კი, მაგრამ ეს რად მიჯდება ამდენი ბრძოლა მაგას კი არ ვფიქრობდა ეს ხალხი. გესმით? ამიტომ მე ხლა ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით კიდე ხა იმ მონახას, რომელიც გუშინ ვილაპარაკებ ლაივში თუ გუშინც. აი იმაზე დროში სატანა და რაღაცა. მე იქვე იმ არ მინდა ხა მაგის სახელს დაგვარს არ ვასახელებ. გაშიმჭირია. ჩემი დონე და ის არც არის, უბრალოდ მე მასა კიდე რო იმასე და მე ჩემი მეგობრები კიდე მას რო აიკიდნენ იმაზე გავაკეთე უბრალოდ კომენტარი. იმ საღამოს მივწერე ხმოვანს თან გადაგან პასუხობ და წერილობი წერდა. იცით არის აი როგორ არის ხა გააკვირდი როგორ ხდება ესე იგი აი მთაზე რო ის რო აიტანო ჯვარი თუ ისა ქვია დროშა და რაღაცა ბიჭო მე ვთხარი ეგერ აგაკთ ბათუმში ეგერ აგაკთ ბათუმში ალისა და ნინოს ძეგლია თუ რავი რაღაც მინიატურა რაღაც ერთმანეთში რო ერთდებიან ხო მე ვთხარი ის აიღეთ ის გააპროტესტეთ და ის ჩამოაგდეთ და იქ დაარჩეთ დროშა აი მაშინ მესმის რომ რაღაცა გააკეთოთ და ხალხმა რომ დაგიჭიროთ გესმით იმიტომ რომ ეს მე აჭარლებსაც მიუმართე მაშინ კიდე როცა ეს მიშამ დადგა იქ და სხვათა შორის წინასწარ იმასაც რომ აჭარლები აი არ გეწყინოთ ყველა კუთხის წარმომადგენლს არ გეწყინოთ მაგრამ აჭარლები ძალიან მეყავს რატო იცით იმიტომ რომ მათში სხვა რამე დავინახე ის დავინახე რაც სხვა კუთხის წარმომადგენლში ვერ დავინახე ჩემო კარგო მე არ ვაუმებ თითოეულ პიროვნების მე ცოტა მასიურად გესმით და მაშინ მე ვუთხარი მას რა ქვია აჭარლებს კაცო ეს მე ვუთხარი ალი და ნინო რო არის იქ რო ყოფილიყო დაუშვათ თუ დადგა ამ მიშამ ეს თურქებს ყوار დაუდგია მიშამ დადგა ხო ჯორო დაედგათ ქემაინს ბაგრატი და მედინა ან გიორგი ან დავითი და ფატიმა ხო აი მაშინ მესმის კიდე ხო მაგრამ გიდგია სახელი გიგია ალი და ნინო ალი ხო მამაკაცია კაცო ნინო ხო ქალია თანაც ნინო ხო იცით ხა ჩვენ ვიცით ხო აი ეს ერთმანეთში ჯვარდებიან ნუ ხა არ ვიტყვი ხა იმ სიტყვას ხო და ამას უყურებს მთელი აჭარა და ყველაფერი თვალსა და ხელშუა გადის და იმას რომ ეხა ნახეთ როგორ არის აი დროშის აღმართვა იმას სადღაც რო ავიდნენ თან ჯიპები და ფეხით რო ავიდნენ და რო რამე სიმძიმე მიქონდეთ და რამეს რო წვალობდეთ და ჯვარი რო მიქონდეთ და მე წვალები და მე რავიდე კიდე ხო მაგრამ არა კაცო ჯოაგერ აგაკ ყურის ძირში თვალის წინ უბრალოდ ცენტრალურ ადგილას ხო და იმაზე არაფერს არ ამბობ ისა იმაზეა მოსარევი აი ეს არის შენი მტერი გესმით იმაზე არაფერს არ ამბობ და იქ ყველაზე ადვილი რაც არის გასაგები აი დროშა აფრიალი და მორჩა დამთავრდა და თქვენ კიდე აი ეს უკრავდით ბევრი თქვენგანი და უი რა მაგარი ბიჭები ხარ აგით მოკლედ ხა გადავიდეთ იმ თემაზე სადაც მე ნუ წვეთ თუ არ წვეთ მოძრაობას მოღვაწეობას საერთოდ ბევრჯერ დავთმე ბევრჯერ გამოგემშვიდობეთ მაგრამ არ მასვენებს ნუ ვიცი რაც არ მასვენებს მაგალითად მაგრამ აქეთ კიდე ვერაფერს ვერ ხედავ და იმიტომ ასე შეუძლებელია პირველია ესე იგი როცა მე გავყავი უკვე 34 წლის შემდეგ მე გავყავი პირადი ცხოვრება და საზოგადო მოღვაწეობა ცალკე ის როგორც სამსახური ჩვეულებრივად ხალხო როგორც 99 და კიდე 99% აკეთებს ამას ყველას აქვს თავისი შემოსავალი და მე ეს საზოგადო საქმე არის მეორე ხარისხოვანი და სადაც გამო რაღაცა ზიტყვიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა ხა განახოთ ეს ჩემი კომპიუტერი რომელიც გამოაცხადე და განახეთ მე კიდე რა გამოცხადა. ამას ხედავთ? აი კლავიატურაში BN აღარ არის ეს პრობელი საერთოდ აი ნახეთ ეწერას მიატოვა მგონია. მორჩა, მეცადეთ? არა. აი, ტოის ხარ მქონდა. აი ეს ხო არის, აი პრობელს ვარყან, აღარ არის. ესე იგი, მე იმან მითხა კომპიუტერი, აი იმას დააჭირება. აი, მაშინ აკეთებს პრობელს. ფრჩხილი არ მუშაობს, კითხვისნიშანი არ მუშაობს, ნუ მოკლედ ზოგიერთ არ მუშაობს. ასე ეს ხო აი ეს ესე იგი ტაიპსით რო არის, ტაიპსით არ უნდა იყოს ეს ნაუშნიკზე გეუნებით, ყურს ასმენზე, გესმით?
აქ ადრე მქონდა გადამყვანი, სპეციალური გადამყვანი, რომელიც 5 გაწდა 5-ჯერ ამაგ ნაყიდი. ბოლო-ბოლო ეს ზუმერში ვიყიდე 50 ლარიანი გარანტიით. აქ არ უნდა იყოს ეს სხვა შესაჭროები აქვს, მაგაზის უკვე გაფუჭებული აქვს. რადარ არ გავუკეთეთ ამას ვინიცის და უკვე პრაქტიკულად წელად შეუძლებელია ვინმე ამ კომენტარი კომპიუტერით რომ მივწერო, უნდა ვარ 9 საათი. ნუ საგდებია ბოლო-ბოლო. ეხლა მე განახებთ. აი ნახეთ ეხლა შემოვაბრუნებ ეკრანს. აგერ ბატონო. გაფუჭდა კომპიუტერი. იმ გამოცხადების დღიდან დააკვირდით ყველა მიწერი ხართ ესე იგი 21 ივნისიდან თვის ბოლომდე 600 ლარის მეტი არ შეძლო, შემდეგ ივლისის თვეში შემოვიდა 1726 ლარი. აგერ თუ იმეს კიდე გადათვალიერეთ ყველა მყევხართ აქ. აგვისტოში შემოვიდა 70 ლარი. ეს არის 2396 ლარი. კომპიუტერს უნდა და 2700 ლარი. მაგას კიდე პლუს ახლა ესე რა ქვია დისკი, რომელიც ახალი მაქვს არის 2 დონორი თანაც. დიაგნოსტიკაზე 100 ლარი უკვე გადავიხადე და ველოდებით პასუხს ახლა რას ისე რა ქვია მეტყვიან კიდე იმ დისკის იმაზე დონორებზე და მე გადაწერაზე კიდე რას მოხდა. როგორ გავაგრძელო მუშაობა? მე როგორც გითხარით ავეძე გადავერთე მეთქი, იმიტომ რომ გავყავ 34 წლის შემდეგ გავყავი ჩემი მოვაწეობა. 34 წლის, 33 წლის განმავლობაში, სანამ 24 წელი დაიწყებოდა ეხლა 2026-ში. 33 წლის განმავლობაში ვიშოვიდი 100 ლარს, 80 ლარი და 85 ლარი მიდიოდა საზოგადო საქმეზე. კაცი შვილი არ დაიჯერებს მე რამდენი მაქვს გახარჯული ამ საზოგადო საქმეზე. კი, მე რაღაც ეს რომ მივატოვე ასე ვთქვათ რაღაც შემოსავლის ჩემთვის პირადი რაც იყო ის, გადავიდე როცა სამოღვაწეო საქმის შემდეგ სულ ხალხი მაფინანსებდა და იმითი სულგუნობი და იმითი მუშაობდი, იმითი დავდიოდი და იმითი ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც თქვენ ფილმები და რა ვიცი, რა ჯერ ფილმები რამდენი მაქვს გადაღებული, ვინიცის და მაგ ფილმ ფორმულაზე მე რო დღე ვნახე. ნუ ხილებაზე არა იმდენია, ფორმულა 4-ზე მე რო გადატანილი მაქვს ეს, ნუ არ ვიცი. თელი ისტორიები ახლა. ღამის 5-ს და 5-ის ნახევარზე ვიძინებდი. გადაბმით გეუბნებით. რატომ? იმიტომ ვისაც არ ვნახე, ვისაც ნახე, ეს წინასწარ მასაც ვაკეთებდი, რა ქვია. ანონს კიდევ ვაკეთებდი, რომ ხალხმა აიღეთ პასტა ფურცელი და ჩაიწერეთ. იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი წიგნი თქო, ვერ დავწერე წიგნი, იმიტომ რომ თანხარაში გროვდათ, ვერ დავწერე წიგნი და აი აქ რაც შემეძლო, აი ფეხით რო ჩადენიან ტომარისი, ჩავტენე ინფორმაცია. ზოგიერთი მეგობარი არის ისეთები, რომელმაც მართლა ჩაიწერა და მე მწერდნენ და ყველაფერი. ასე რომ დავიწყოთ ახლა ჩვენ, ესე იგი მე ანგარის დავდებ. არ დაგელოდებით ბევრ დროს. ეხლა არის 17 რიცხვი, აგვისტო, მაქსიმუმ 31-მდე. ამ თანხას ველოდებით ეს 2 თვეა უკვე გაიხარჯა მაშინ რა ქვია. გოგითხარით მე ხელფასი არ მაქვს, არაფერი არ მაქვს. იმიტომ რომ თუ რაც უფრო ჩქარა იქნება, უფრო აკუმულირებას გააკეთებს თანხა და უფრო გადავდები მისთვის და გაკეთდება. თუ არა, 2 და 3 თვე იმას რომ წინათ კიდე არ იყო რაღაცას რო ველოდები და 2 წლის განმავლობაში 2 წლის თავზე რო შეგროვდა რაღაც თანხა. და მაინც ვერ გაკეთდა მე საქმე.
მოკლედ დავდებთ თანხადა 31 აგვისტომდე. გადაეცით ყველას. არ ვიცი ეს რა ქვია, ეხლა ახალი სტილია თუ როგორ არის ემიგრანტების მიმართვა, ცალკე ემიგრანტების არასდროს არ მიმართავს, რა სისულელია. მაგრამ დავაკვირდი ამ იმას, ჭაბუკაშვილის იმას, კაცო, დიდი ეროვნული გაერთიანება 4 კინგელა კაცი არის და მეორე წელიწადია 100 და 150 მაქსიმუმ კაც ვერ კრიბავენ. დიდი ეროვნული გაერთიანება სხვა და იმან დადო ესეთ რომ კომპიუტერი გუჭირდება ახალიო და ემიგრანტებს მიმართავენ კაცო ცალკე. აი ეს რაღაც არის ალბათ ამაში. მაგრამ იმას მივწერე ერთხელ კომენტარში დაუწერე, ჩემი მაიკაც, ჩემი გაკეთებული მაიკაც, რიადის სურათით რო დადის აქ და ბორჯღალი როა, ხო? ეს არის ჩემი გარისკული, ჩემი გაკეთებული, ჯერ კიდევ მეცით როდის კორონას დროს. ანა 2019-ში. თუ მაქსიმუმ 20 იქნებოდა. მე თვითონ მოვიფიქრე და აკაწერია იმ მაიკას რიადის სურათით და დინების საწინააღმდეგო და ბორჯღალი ზოგს აქვს, მაგ ზოგს უკანა აქვს ბორჯღალი. ეს მე ვაჩუქე 4 თუ 2 ქალბატონს თხოვეს. კი არ ვაჩუქე. ხო, ვაჩუქე. მე ერთ ჩემს ბაკაც, მაგრამ ჩემს ბაკაცი არავის არ მზე ვიცი, ახლა კიდე სახშია. იქიდან რომელიღაცა მეტყობა მას მისცა. გესმით? და ეხლა ზოგიერთი მწერს მეგობარი ვაიხოხო და ვეხა მათაც დაიწყესო პატრიარქის ისაურა ქვია. ხო. ბიჭო, მომისმინე ხა გადაეცი ჭაბუკაშვილს რომ გელი მაშინა ხარ, როდესაც გენების ხროვას დაერევ. სანამ ფეხზე დგანა, თუ არა, დაეცემიან და ლეშად რო იქცებიან, მერე მაგაზეც კაფსკაფი რაბაშ კაცობები. მე მაშინ ვიყავი მგელი, როდესაც ცოცხალი იყო პირში ვახალე ყველაზე და ვინც რა იყო მაგ. და თქვენ კიდე დაზადეთ. და მე რომ მოკვდა, ახლა მოიღეთ ხმა. დიდი ეროვნული გაერთიანება ხარ, ხო? თქვენ რა გითხრათ? კარგით, მოკლედ მეგობრებო, დავდებ ახლა ანგარის და აი გეუნებით მართლა არ ვიცი, ბევრჯერ დავდე რაღაც სიტყვა რომ აღარ გამოვალ. მორჩა დამთავრდა, მაგრამ 33 წელიწადი რო ასე დავდე თავი და ეს საზრო გადავდები თავი. ალბათ რაც არისა. კარგით, მოკლედ 31 აგვისტომდე არ ვიცი ჩაგერთობით თუ არ ჩაგერთობით, მაგრამ კომპიუტერით მე ვერაფერს ვერ აკეთებ და ტელეფონით მით უმეტეს რა უნდა გავაკეთო, დიდი ლაივი თუ ჩავწერ. კომპიუტერი დახურული მაქვს პრაქტიკულად და მომავალ შეხვედრამდე. ეს იქნება მართლაც და რა ვიცი, ყოველთვის ვამბობ ბოლო შანსი მეთქი, მაგრამ არ ვიცი, თუ გინდათ, მე ეხლა ამის შემდეგ კი მანგარისთან ერთად კიდე დავდებ გამოკლება არ ქვია კაცო, ჯანდაბა რა ქვია მაგას. თამავის დასი. ისეთი რაღაც არსებობს ჯგუფში, ჯგუფური ის რო არის Facebook გვერდი, მაშინ იქ მაქვს გამოკითხვა, ხო? აქვს იმას ისეთი რაღაცა რომ დადებ გამოკითხვას, თავისი ისინია გრაფიკები პირველი, მეორე, მესამე, თუ მინდა 10 კითხვა ჩამოწერე და ვისაც შეუძლია ფიშკები გაკეთოს ან პასუხები ჩაწეროს, ხო? ამას არ აქვს, აი საზოგადო გვერდს არ აქვს. მე ხა ჯგუფურიდან რო დავდო ის ჯგუფში არ ახარ ბევრი შემოსული გამიგეთ და ამას მომდები ახლა მე რამდენი დრო შემოგიყვანო და ასე შემდეგ და იმიტომ აი აქ ჩვეულებრივად ტექსტობრივად დავწერ მოვიფიქრე მან ლაიქებით იქნება პლუსებით იქნება თუ კი თუ არა იქნება თუ რაღაცა წინადადებებით გავიგოთ რამდენი ხართ პირდაპირ ვამბობ ჩემი გამოისრობით გამოღვიძებული ჩემი გამოისრობით ასე თქვა გონება გახსნილი ანუ როგორც ლექტორი ეუბნება სტუდენტებს, აბა ბავშვი, რამდენმა გაიგეთ ჩემი ლექცია. მაპატიეთ ახლა ასეთ ისა, მაგრამ უამრავი წერილი მაქვს სამადლობელი. არ მინდა ახლა მათი გამოფენა, ისიც ის ბიოგრაფია თუ დაიწერა, როდესაც იქნება მაშინ. ამით შევფასდეთ და შემდეგ დავდებ იმას, რა ქვია, ანგარიშიც. მაგრამ მანამდე საჭირო არის რამდენი ხართ სინამდვილეში, ვიცი რომ ბევრი ხართ, ძალიან ბევრი მეუბნებით რომ პატრონ დავით თქვენ ძალიან ბევრი გისმენ და ძალიან ბევრი გაფასეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი და ნახოთ, ნუ მოგერიდებათ ხალხო. არის ბევრი ისეთ, რომელიც სამეგობროში კიდე არ არიან, შორიდან გვიყურებენ, მაგრამ
გამოწერილი ვიყევარ. გამიგეთ? და ნახოთ ერთი ყველამ ერთად რამდენი ვართ ეს გამოღვიძებულები. ამისათვის საკმარისია ერთი კვირა. ერთი კვირა საკმარისია იმისათვის რომ დაფიქსირდეს თუ რამდენი ვართ. ვიცი ხა ბევრი კიდე თავ შეიკავებს, მაგრამ ერთხელ მაინც გარისკეთ კაცო და გვანახეთ რამდენი, ერთმანეთს ვანახოთ რამდენი ვართ ხალხო. მეტი კი არაფერი. ჩვენ რო გვეშინია, იმის ბრალია, რომ ჩვენ რაღაცის გვერიდება, გესმით? და იმათმა იმ ურწმუნოებმა, მოდი ასე ვთქვათ, გოიმებმა, რომლიც ჩვენ გვებძვიან. და თუ ვანახებ ჩვენ აი ამდენი რო ვართ ერთად, ხო? თუნდაც კაცო, მე ხო არ გეუბნება, კუჩაში გამოდი და შევიკრიბო სადღემენ, ხო? მაშინ რაღაც ინტერესი მაინც ექნება, გესმით, ან თქვენს ნათქვამს ექნება წონა და ასე შემდეგ. სწორედ ამ ლაივის შემდეგ დავდებ ახლა იმ გამოკითხვას და მე მანგარისას და მე ვნახოთ აბა გამოვა თუ არა რამე რაღაცა თუ ღირს თუ არა საერთოდ გაგრძელება და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ, მოვალ შეხვედრამდე.